თემას არ ვცვლით უბრალოდ ლოკაცია, საინტერესოა როგორი იყო შავი პარასკევი საქართველოში. ამ თემაზე საუბარს ჩვენ სტუმართან ერთად განვაგრძობთ. ჩვენი სტუმარია კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამა თამაროვი. მოგესალმებით ამარ და მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მშვიდობისა, პირიქით, მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემას უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდი თითქმის ყველა სივრცე მოიცვა შავმა პარასკევმა, შეთავაზებებმა, ფასდაკლებებმა და ასე შემდეგ და ალბათ არ მეგულება მე ადამიანი, ვინც არ იყო ამ თემით, ან მისი ახლობელი, ან ოჯახის წევრი ამ თემით დაინტერესებული. ამიტომ მინდა თქვენგან მოვისმინო შეჯამება, როგორი იყო შავი პარასკევი, რამდენად აქტიური იყო და ეს ყველაფერი დავინახოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჭრილში. ნამდვილად, ყველანი ველოდებოდით შავ პარასკევს, იქნებოდა ეს გამყიდველი თუ მომხმარებელი, რიგითი მომხმარებელი, ველოდებოდით შავ პარასკევს, კარგ ფასდაკლებებს და მომგებიან, ასე ვთქვათ, შესყიდვას. რაც შეეხება აქტიურობას, ჩვენ დავინახეთ, რომ წელს უფრო ინფორმირებული იყო მომხმარებელი, უფრო კარგად იაზრებდა თუ რა სჭირდებოდა, უფრო კრიტერიუმები ჰქონდა განსაზღვრული. წინა წელთან შედარებით, არაერთი ზარი იყო შემოსული სააგენტოს თხელ-ხაზზე, მაინტერესებდათ რიგი რეგულაციები, კანონის ჩარჩოები, ფარგლებში, რომ სწორად მიეღოთ გადაწყვეტილება. წელსაც ერთ-ერთი ალბათ ყველაზე აქტუალური თემა იყო ფასის მითითება, იმიტომ რომ შავი პარასკევი ზუსტად ამასთან არის დაკავშირებული, რომ ცხადდება კარგი ფასდაკლებები, ძალიან ისეთი მომხმარებელს რომ სჭირდება, შესაბამისად ანუ ფასის მითითების კუთხით უფრო წინ დახედული იყო მომხმარებელი. წინასწარ იცოდა თუ რა ფასად იყიდებოდა ნივთი, წინასწარ შეეძლო განესაზღვრა, თუ რა ფასდაკლება სურს ან რა ფასდაკლებას უნდა ელოდებოდა, შესაბამისად წელს შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიმღები აღმოჩნდა მომხმარებელი შარშანდელ წლებთან შედარებით. ანუ წინასწარ შეისწავლა ფასები, რაც აინტერესებდა და შემდეგ უკვე მომზადებული მივიდა, რომ არ დარჩენილიყო მოტყუებული. იყო თუ არა ეგეთი შემთხვევები მაინც? შავი პარასკევი ზოგადად განუყოფელი ნაწილია, ანუ განცხადებების რაოდენობა მზარდია ამ პერიოდში. მართალია პარასკევს და უქმეებზე დასრულდა შავი პარასკევი, მაგრამ ჩვენ უკვე მივიღეთ რამოდენიმე განცხადება და მომავალში დაახლოებით 1-2 კვირაში ველოდებით მაქსიმუმს ამ განცხადებების, იმიტომ რომ ზუსტად 1 და 2 კვირა სჭირდება გამყიდველებს და მოვაჭრეებს ნივთების მისატანად, მისაწოდებლად და ზუსტად ამ პერიოდში ვლინდება ესა თუ ის დარღვევები. იმ განცხადებების ფარგლებში, რომლებიც შემოვიდა სააგენტოში, ჩვენ დავინახეთ, რომ ისევ და ისევ აქტუალური პრობლემად და გამოწვევად რჩება ფასის მითითება. ხშირ შემთხვევაში ფასის ხელოვნური ზრდა ხდება და შემდგომ უკვე გამყიდველები აცხადებენ ფასდაკლებას, რაც მომხმარებლების შეცდომაში შემყვანი შეიძლება აღმოჩნდეს. ხშირია ესეთი შემთხვევები? ხშირი არ არის, თუმცა მაინც ნომერ პირველ გამოწვევად ეს რჩება შავ პარასკევს, კი ბატონო, ნომერ პირველი არის ფასის მითითების თემა და ზუსტად ამიტომ შარშან დავინახეთ ეს ტენდენცია და შარშანვე შევიმუშავეთ ფასის მითითების სახელმძღვანელო და მოვაჭრეებისთვის ძალიან მარტივად და გასაგებია ენაზე ახსენით თუ როგორ უნდა იქნეს მითითებული ფასები, რა უნდა გაითვალისწინონ და როგორ უნდა მიაწოდონ მომხმარებლებს ესა თუ ის ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ რო ვუთხრათ მაყურებელს, შემდეგი შავი პარასკევისთვის კიდევ უფრო მეტად ინფორმირებული რომ იყოს, უნდა ეტყობოდეს, უნდა იყოს ძალიან ხილვადი ორივე ფასი, ხო, რასაც აკლებენ და რაც არის დაკლებული. აუცილებლად, როდესაც ცხადდება ფასდაკლება, აუცილებლად და ვიცოდეთ საწყისი ღირებულება, როგორც წესი ეს ღირებულება არის გადახაზული და მითითებულია ახლანდელი ან ფასდაკლებული ფასი. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როდესაც მოვაჭრე გვთავაზობს ფასდაკლებას სრულ ასორტიმენტზე და ჩვენ მივდივართ მაღაზიაში, აუცილებლად უნდა დაგვხვდეს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე. თუ გვეუბნება, რომ პირობითად 70%-მდე იქნება ფასდაკლება, ჩვენ როდესაც შევდივართ მაღაზიაში, არ უნდა დავდგეთ იმ რეალობის წინაშე, რომ 70% ვრცელდება მხოლოდ ერთეულ ნივთზე, ან საერთოდ შეიძლება არ იყოს, ხო? არის ასეთი პრობლემები? იმიტომ რომ ხშირად არის ესეთი რანგირება, ასე რომ ვთქვათ, არ არის ესე კონკრეტულად ფიქსირებული ფასდაკლება მითითებული, ძალიან იშვიათად. უფრო არის ხოლმე აქედან აქამდე. კი ბატონო. ორ პრობლემას და ორ გამოწვევას გამოვყოფთი. პირველი ეს არის ზუსტად თქვენ რაც ახსენეთ, მდეს მითითება, პირობითად 50%-მდე. ხშირ შემთხვევაში ეს მდე
ან არ ჩანს, ან ძალიან წვრილად წერია და მომხმარებელს აღქმა აქვს, რომ სრულ კოლექციაზე ან სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება 50% და ამისთვის მიდის და მეორე მხრივ შეიძლება მართლა 50%-ამდე კარგად იკითხებოდეს, ჩვენ ვიაზრებდეთ, რომ მართლა 50%-ამდე იქნება ფასდაკლება, მაგრამ მივდივართ მაღაზიაში და რაც ვხედავთ, ან ამოყიდულია ის ერთი ნივთი კონკრეტული, რომელიც იყო 50%-ში, ან შეიძლება 100 ნივთიდან 5 ნივთზე იყოს 50% და დანარჩენზე იყოს 10% ან 5%, რაც რა თქმა უნდა თავისუფლად ეს არის შეცდომაში შემყვანი და მომხმარებელს აბნევს რეალურად აკარგვინებს დროს, რესურსს იმისთვის, რომ უბრალოდ მივიდეს მაღაზიაში და შეიძინოს ესა თუ ის პროდუქტი. თქვენ თქვით, რომ შავი პარასკევის დროს როგორც წესი მომართვიანობა მომხმარებლების იზრდება. ახლობით რა წილი მოდის მომხმარებლების განაცხადებებზე ამ დროს? წლევანდელი სტატისტიკა ჯერჯერობით არ გვაქვს, იმიტომ რომ ველოდებით განცხადებებს, მაგრამ თუ გადავხედავთ შარშანდელ სტატისტიკებს, დაახლოებით 10-20%-ით მაინც იზრდება განცხადებების რაოდენობა და ძირითადად მაინც ეხება ნივთების დროულ მიწოდებას საკითხები, განცხადებები, მაგალითად დროულად არ მომიტანეს, ან მომიტანეს დაზიანებული და როგორც წესი ითხოვენ, დაზიანებული ნივთის შეცვლას ან შეკეთებას, ან თანხის უკან დაბრუნებას. ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ, მინდა რომ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მაყურებელმაც რომ მოისმინოს, ძირითადი დარღვევები, რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ და ტენდენციები, რაც ახასიათებს შავ პარასკევს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჭრილში. ეს უფრო მეტად ორგანულია ფიზიკურ მაღაზიებში თუ ონლაინ მაღაზიებში, მით უმეტეს აი სანამ თქვენთან საუბარს დავიწყებდით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებიც ვახსენეთ, ხო? ეს ტექნოლოგია შემოიჭრა უკვე ამ ურთიერთობაში კომპანიებისა და მომხმარებლების. ძალიან საინტერესო თემაა და ისევ და ისევ სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავუბრუნდებით, დავინახავთ, რომ განცხადებების 70% მოდის ონლაინ ვაჭრობაზე და მხოლოდ 30% არის ადგილზე შეძენის შემთხვევებს. შესაბამისად, ონლაინ ვაჭრობის დროს უფრო მარტივია მომხმარებელი შევიდეს შეცდომაში და რა თქმა უნდა, ეს პროპორციულ მაჩვენებელი უფრო ლოგიკურიც არის და რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, სწორად აღნიშნეთ, ან 21 საუკუნის ერთ-ერთი გამოწვევა ხელოვნური ინტელექტი. მიუხედავად იმის, რომ ბევრი სიკეთე აქვს და წელსაც დავინახეთ, რომ როდესაც მომხმარებლები ყიდულობენ ამა თუ იმ ტექნიკას ან ნებისმიერ ნივთს, აქტიურად გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს იმისთვის, რომ შეადარონ ესა თუ ის ტექნიკა, გაიგონ მაჩვენებლები, ტექნიკური მახასიათებლები. ასევე ძალიან საინტერესოა გაიმიჯნოს პასუხისმგებლობა, როდესაც ძალიან საინტერესო თემაა, დიახ, აი როგორ ხდება აქ პასუხისმგებლობა, ვის ეკისრება და რანაირად ხშირად გვინახავს, რომ მოვაჭრის წესები და პირობები შეიძლება იყოს გაწერილი ხელოვნური ინტელექტის მიერ ან ფასმაჩვენებელი იყოს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი. ამ შემთხვევაში კანონი არ მიჩნავს და კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ პასუხისმგებლობის ნაწილში ან კომპანია ვერ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან იმის მიუხედავად, ეს იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია თუ თავად მოვაჭრის მიერ. ამიტომ ყველა მოვაჭრეს მოვუწოდებ, რომ ვინც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, აუცილებლად გადაამოწმონ სისწორე იმ ინფორმაციის, რომელიც შექმნა ამ ხელოვნურმა ინტელექტმა და საჭიროების შემთხვევაში ასევე შეუძლია დაგვიკავშირდეს ცხელ-ხაზზე 15-20-ზე და ძალიან დეტალურ ინფორმაციას მივაწოდებთ. მე მგონი, ამ თემას ჩვენ ცალკე სტუმრობა და ცალკე გადაცემა უნდა მივუძღვნათ, იმდენად ვრცელი თემაა ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელთა დაცვაში და ხელოვნური ინტელექტი ზოგადად გაყიდვებში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო შეჯამებისთვის, სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მომხმარებლების უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამა თამაროვი.